რატომ არ ღირს წინასწარ საუბარი და ტრაბახი იმის შესახებ, რის გაკეთებასაც ვაპირებთ. დასახული მიზანი ან გეგმა. როდესაც ჩვენ რაღაცა მიზანს ვაღწევთ, შესაბამისად ვიღებთ აღიარებას ადამიანებისგან. ეს ნორმალურია და პრინციპში ეს არის სტიმული თითოეული ადამიანისთვის, რომ იმოქმედოს და რაღაცას მიაღწიოს. მაგრამ როდესაც ჩვენ წინასწარ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ჯერ არ გაგვიკეთებია, ეს არის ჩვენი სურვილი წინასწარ მივიღოთ, რაც შეიძლება მალე მივიღოთ, ტკბობა აღიარებისგან, აი ეს სიამოვნება, როდესაც გვაღიარებენ. მაგრამ ისევე როგორც ყავას როდესაც ვსვავ და წინასწარ ვიღებთ ენერგიას, რომელიც შემდეგ დაგვაკლდება, იმიტომ რომ აუცილებლად იქნება ვარდნა. ისევე როგორც ალკოჰოლს ვსვავ და კარგ ხასიათზე ვდგებით და შემდეგ აუცილებლად იქნება პახმელია, იმიტომ რომ მომავლიდან აიღო მან ეს შენი კარგი ხასიათი, ხო, ასე შეიძლება ვთქვათ. ანალოგიურად, როდესაც შენ წინასწარ ცდილობ მიიღო აღიარება იმაში, რაც ჯერ არ გაგიკეთებია, შემდეგ აუცილებლად გექნება ვარდნა, ანუ აღარ დაგრჩება, აღარ გეყოფა არც სურვილი, არც ენერგია, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანო. ამიტომ ჯობია, რომ ვიყოთ ჩუმად, საიდუმლოდ შევინახოთ ის რისი გაკეთებასაც ვაპირებთ, გავანდოთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან და ჩვენთან ერთად დაინტერესებული არიან ამ პროექტში, ამ მიზანში და უკვე შემდეგ რეალური აღიარება მივიღოთ რეალურად მიღებული შედეგებისგან.